რატომ ითვლება დაბლენდერებული და დაქუცმაცებული საკვები ნაკლებად სასარგებლოდ, როცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ საკვები დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვღეჭოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი საერთო ფუნქცია აკისრია, მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. მოდი გავიგოთ რა ფუნქცია აკისრია ღეჭვას. პირველი, ფერმენტის გააქტიურება. ნერწყვი, რომელიც ჩვენს პირის ღრუშია, შეიცავს ფერმენტს სახელად ამილაზას, რომელიც ჯერ კიდევ პირში იწყებს ნახშირ წყლების დაშლას. მეორე, დანაკლების სიგნალი. ნელა ღეჭვა ტვინს აზრავს დროს დანაკლების შეგრძნების გამოსამუშავებლად, რაც ზედმეტი ჭამისგან გვიწევს. და მესამე, მექანიკური დაშლა. ახლა კი გავიგოთ რატომ ითვლება დაბლენდერებული და დაქუცმაცებული საკვები ნაკლებად სასარგებლოდ. ბლენდერი იმავე მექანიკურ პროცესს ასრულებს, რასაც კბილები, ხოლო კუჭსა და ნაწლავებს ნაკლები შრომა სჭირდებათ იმავე საკვების გადასამუშავებლად. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ხილსა და ბოსტნეულში შემავალი უჯრედისი დაბლენდერებულ საკვებში იმაზე ნაკლებად ხდება, ვიდრე ის ფრიანი რომ ყოფილიყო, რაც ლოგიკურად აჩქარებს შაქრის შეწოვას. ანუ გლუკოზა სისხლში სწრაფად ხდება, რაც გლიკემიურ პიკს იწვევს. ბონუსად კი თხევადი ან ნაკლებად თხევადი საკვები კუჭიდან მალე გადის და სიმაძღრის შეგრძნებაც უფრო მალე ხდება. სინამდვილეში კი დაბლენდერებული საკვების მიღება სასწაულად დიდ კრახს არ გამოიწვევს. უბრალოდ ვინც წონის კლების პროცესში მაქსიმალური ძალის ხმავს დებს, ჯობია ესეც იცოდეს. ხოლო თუ კი ძალიან გიყვართ სმუზი, პიური ან რაიმე ესეთი დაქუცმაცებული საკვები, ჯობია ზემოდან დაამატოთ რაიმე ბოჭკოვანი ინგრედიენტი, მაგალითად ცელის ან ჩიის თესლი. და მაინც